დაუჯერებელი. აი მე მაგალითად არ მჯეროდა რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გამოსწორება როგორც არის მაგალითად სააკაშვილი ან სხვა აი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები. ანუ თქვენ უკვე ხას უსვამ სისხლიან რეჟიმს, ყველა არ მობრუნებულ ხართ პოლიტიკაში. ეხლა მე ყოველთვის რა ხაზის გატარება შეიძლება ველოდოთ თქვენგან. მე ყოველთვის ვიყავი ვარ და ვიქნები იმ აზრზე რომ იმ ადამიანების გამოსწორება, ასე ვთქვათ, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ და რომლებმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს ძალიან დიდი განსაცდელი. და ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიტოვეს. იქნება ეს ომი, რომელზეც აღარ ვსაუბრობთ უბრალოდ. ნებისმიერ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში არც ერთ ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ქვეყანა დაკარგავდა ტერიტორიებს, ასობით სოფლებს, მოქალაქეები დაიხოცებოდნენ. მათ უბრალოდ არათუ პოლიტიკური უფლება აღარ ექნებოდათ ხელისუფლებაში დარჩენის. არამედ ისინი უბრალოდ მე არ გამორიცხავ რომ რიგ შემთხვევაშიც ყოფილიყო მათი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობის საკითხი ომი ხომ ჩვენ არ დაგვიწყია არა ომი არ დაგვიწყია ომი დაიწყო რუსეთმა თავს დაგვესხა აგრესორი და რა უნდა ქნას ამ დროს ხელისუფლებამ როდესაც შენ გბომბავს რუსული ავიაცია როდესაც შენს მოსახლეობას კლავს რუსული ავიაცია როდესაც გაქვს პრეტენზია რომ ხარ გონიერი მმართველი და შენ სახელმწიფოს მართავ და შენს ხალხზე ზრუნავ იღებ პასუხისმგებლობა შენს ხალხზე შენ უნდა იყო ვალდებული რომ დაიცვა შენი მოქალაქეები და შენი სახელმწიფო და შენ არ დაკარგოს შენი სახელმწიფოს ტერიტორიები. შენ თავიდან უნდა აიცილო ის დიდი განსაცდელი, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. და არ უნდა შემოუძღვე, ასე ვთქვათ, რუსულ ჯარს. ამაზე დანაშაულებთ ბატონო ირაკლი, წინა ხელისუფლებას. არა, ცალკე ვისაუბრებ, კი ბატონო, მე ბევრი კითხვა მაქვს თქვენთან, მაგრამ ერთი რამ დამიკონკრეტეთ, არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს, ანუ თქვენ სააკაშვილის ხელისუფლებას ამაში ადანაშაულებთ, რომ რუსულ ჯარს შემოუძღვა, როდის? ნუ პრაქტიკულად ასე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მივიღეთ ხელახალი ოკუპაცია. კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ვიდრე იყო მანამდე. ეს შედეგია ქალბატონო ინგა და საზოგადოება ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და ჩვენი შეხსენება ამას არ ჭირდება. გადავიდეთ სხვა თემაზე. გადავიდეთ, თუმცა მე აქვე ჩემს აზრს დავაფიქსირებ. მე მაგალითად დღემდე მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყანა დაბომბა რუსეთმა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხმება სხვა სახელმწიფო, ხდება იძულებული უნდა თუ არ უნდა ჩაერიოს, ჩაებას აი ამ საომარ მოქმედებებში. ეს ჩემი პოზიციაა. თუ გნებავთ მოგვიანებით განმარტოთ, ეხლა დაუბრუნდეთ. აბსოლუტურად. მეც იგივე პოზიციაზე ვარ, რა თქმა უნდა, ომი დაიწყო რუსეთმა. ჩვენს ტერიტორიაზე ვერ დავიწყებთ ომს, აქედან დავიწყოთ, ხო? მაგრამ მე ვამბობ, ანუ იქამდე როგორ მივედით. როგორ მივიდა სააკაშვილი, როგორ მართეს მათმა გუნდმა. დღეს რომ ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია დაბრუნების. მე ამაზე ამ კონტექსტში შევეხე ამ თემას. მოდით გავაგრძელოთ შემდეგ. ამ გუნდზე მოგვიანებით კითხავ თუ შეიძლება ისე წარმატებით შეიწოვა ოცნებამ იმ ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი რომ ამაზე ბევრი კითხვა მექნება. კი ბატონო განაგრძეთ. ესე იგი ამის მე გავაგრძელებ რომ